მშვიდობის დღეს ხუთშაბათია და 9 ივნისის რეალურ სივრცეს მე ნინო ზაუდაშვილი უძღვები. დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვლაპარაკობთ. 6 ივნის მართლმსაჯულების უახლეს ისტორიაში შეიძლება ითქვას უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. უვადო პატიმარმა საყოველთაოდ დატოვა. ის სასამართლომ გაათავისუფლა. დღეს გიორგი გელაძე ჩვენი სტუმარია და მასთან ერთად არის მისი ადვოკატი და უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი. ვიდრე მათთან დავიწყებდეთ ლაპარაკს, მინდა გაგახსენოთ რეალური სივრცის ის გადაცემა, რომელიც უვადო პატიმრებს ეხებოდა და მაშინ გიორგი ციხიდან ტელეფონით ჩაგვერთა. გიორგი გისმენთ, თქვენ უკვე ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით სულ ყველას. მე ვარ გიორგი გელაძე, უვადო მსჯავრდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერი. მადლობა მობრძანებისთვის ყველას, მადლობა პირველ საზოგადოებრივ აქვს, რომ ასეთი სპეციფიკურ საკითხს დაუთმოდმო. დიდი მადლობა სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ განსაკუთრებული გამონაკლისი დაუშვა დღეს ჩემთვის, რომ მე ჩართვა ესე გვიან დროში მოენიჭებინათ. დიდი მადლობა მათ. უპირველეს ყოვლისა, სურს ვისარგებლო ამ მაღალი საზოგადოებრივი ტრიბუნით და როგორც უვადო მსჯავრდებულთა მდობით აქტიურმა პირმა მათი სახელით განვაცხადო, რომ ბოდიშვიხთით საზოგადოებისა და ჩვენს მიერ დაზარალებულ პირთა და ოჯახთა წინაშე მესმის, რომ ბოდიში არ არის ჩვენთა ცოდვათა თანაფარდი, მაგრამ ეს საჯარო აღიარებაა და მონანიების ღია ნაბიჯი. გსურს იცოდეთ, რომ ჩვენ არ მოვითხოვთ სასჯელისაგან განთავისუფლებას ან ჩვენთა ქმედების გამართლებას, არამედ ვთხოვთ საზოგადოებასა და ხელისუფლებას, თუ კი ჩვენ ვართ ქრისტიანული მწამსის და ევროპული ორიენტაციის ქვეყანა, სადაც ბიბლიის თანახმად წყალობა უნდა აღემატებოდეს სამართალს, ევროპული სამართლის თანახმად კი კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ჰუმანიზმი უნდა იყოს პრიორიტეტული. მაშინ ჩვენც უვადო მსჯავრდებულები გთხოვთ მოგვეპყროთ კანონის, სამართლის და ჰუმანიზმის მაღალი პრინციპების თანახმად და მოგცეთ ხვალინდელი დღის რეალური იმედი, რათა ჩვენც და ჩვენმა ოჯახის წევრებმაც ვიცოდეთ, რომ ოდესღაც დავბრუნდებით ჩვენს ოჯახებში და თუ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებით აი ამ ცოცხალმკვდარ მდგომარეობაში. თუ ჩვენი სასჯელი სიკვდილით დასჯის ტოლფასია, მაშინ გააღვადგინოთ სიკვდილით დასჯა და დაგხვიდეთ ბატონებო, ხოლო თუ არა და ამ სასჯელს ბოლო აქვს, მაშინ თუ შეიძლება დაგვანახეთ, როდის შეიძლება ის დასრულდეს, რომ აი ამ ტუნელის ბოლოში ჩანდეს რაღაცა იმედის შუქი. ამ გადაცემიდან ზუსტად 6 თვეში არა მარტო გიორგისთვის, არამედ ყველა სხვა უვადო პატიმრისთვისაც დაუჯერებელი ამბავი მოხდა. მოდი ვნახოთ 19 წლის შემდეგ გიორგის თავისუფლების პირველი დღეების რეალური სივრცე. ესეც მე, სუპატარა, ქერათმიანი. ბებია, ბაბუა და მისი 6 შვილიშვილი, მე და ჩემი ძმა. აი ეს ბაქოს ციხეში, საკანში გადაღებული არის 2006 წელია ესენი. შემეძინა შვილი 97 წელში დაკავებიდან 2 თვის შემდგომ. დედა ჩემი და ჩემი შვილი პატარაობაში. აი ჩემი ანა. ეს უკვე 16-17 წლების არის რა ეს. ეხლა უკვე 19 წლის არის, 19 წლის. ეს უკვე საქართველოში რო გადმომიყვანეს აზერბაიჯანიდან, გდანის ნომერ მერვე დაწესებულებაშია გადაღებული პირადობის მოწყობის დასამზადებლად. გდანის მერვე დაწესებულებაში ინგლისური ენის კურსები რო გავიარეთ და სერტიფიკატები რო გადმოგცეს, მე ვარ და უვადო პატიმრების ხვები. ახლიძი რა შვები? როგორ ახარ? როგორ დამბერები ხარ, რომ დამერაკა მოვდივა, რომ ვიცოლა გამოვედი. მართლა მეთქი, კი, მომენტ ჩემის ტელეფონიდან ვეკავა, როგორ დამრეკავდი იმის ტელეფონიდან. გარეთ თუ არა. ნუ გეშინია, ხო ხედავ, კარგად თავარ, გამოვედი რაც თავარია. მსჯავრდებული გიორგი გელაძეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ განთავისუფლებული იქნეს პენტენციარული დაწესებულებიდან. ეს ავიღე და აბა კარგად იყავით, ეხლა გამარცილებთ მეთქი რა, კატაირია. ნახე როგორ შეძლო, არა და აქ ადრესი იყო რა, ბარები ისინი აქამდე იყო თითქმის გადმოსული. გაუფართოებია სხვა ქუჩები და რაღაცა ყველაფერია. მაგარი.
ლესელიძე მაგარია. აი შარდენი არ მინახია. შარდენი ჩემ დროს ეგრე არ იყო, როგორც ტელევიზორში ვხედავდი რაღაც გაკეთებული რო იყო. აი კინოთეატრი ყაზბეგი იყო, რა ვიცი, არის კიდე? ქალიშვილი მყავს 19 წლის არის რა და არასოდეს ერთმანეთი არ გვინახავს. ბავშვმა არ იცოდა რომ მე ცოცხალი ვარ. ბავშვობიდანვე უთხეს რომ მამა დაგეღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. წაიყვანეს გერმანიაში საცხოვრებლად და იქ ცხოვრობდა და ცხოვრობდა. გაიგო აგერ 2 კვირის წინ რომ მამა ყავს ცოცხალი სანამ გავთავისუფდებოდი. აუტეხია ისტერიკები. ჩამეყვანით მანახეთ მამა ჩემიო. მამობას რა თქმა უნდა ალბათ ვეღარ შეუძლი, ისაც მას პატარაობაში ჭირდებოდა, იმიტომ რომ 20 წლის გოგონაა უკვე, მაგრამ კაი მეგობარი ხო ვეყოლები. ამიში მეგობარო, ჩემ დროს ესტები არ იყო, ასე რომ არ გაგიკვირდეს. სულ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას. თუ ეხლა მე რაც გია გელაძე ვარ, ამისთვის საჭირო იყო რომ მე გამევლო ციხე, მე მზათა ვარ კიდე ერთხელ გავიარო ციხე. ოღონდ ვიყო ისეთი როგორიც ეხლა ვარ და არა ისეთი როგორიც მაშინ ვიყავი. აჰა. ჩემი ყოფილი საცხოვრებელი. აი ეს არის უადო პატიმრების ფანჯრები. აი ის корпуსი ესე ცერად რო დგას. გიავა რომელი ხარ? ხვიჩა, შეგენაცვალე, რა კაი დროს დარეკე, გამოიხედეთ რა ეკავა რა აი თქვენ ფანჯრებთან. ხო, გამოიხედე აი თქვენ ფანჯრებთანა ვარ, მიდი ძმა, ყობა ბიჭები, დაიძახეთ ყველა გამოახედე, მიდი. ძალიან დიდი მადლობა თაკობ შვენიერაძეს და მარიამ ჯაჭვაძეს ამ არაჩვეულებრივი სიუჟეტის მომზადებისთვის და გადავდივარ სტუმრებთან გიორგი, გელა. მე მიჭირს საუბრის დაწყება, სიმართლე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენთვისაც ზუსტად ასეთივე სასიხარულო იყო, ოღონდ ნაკლებად არა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებოდით აი ამ დიდი ბრძოლის დასასრულს და ველოდებოდით ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა და ჩვენ რეალური სივრცის გუნდი კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენ და აქვე მინდა დავაფიქსიროთ ჩვენი, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი, რომ ჩვენ გვინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ციხე არ იქნება საერთოდ და ის ადამიანები, რომლებიც აი ახლა ამ წუთებში გიყურებენ გიორგი თქვენ, რა თქმა უნდა, მე მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გადაცემის ბოლოს მიმართოთ მათ და ყველამ ერთად დავაიმედოთ, რომ აუცილებლად ყველაფერი იქნება კარგად და ისინი ყველანი ჩვენი გადაცემის არსებობის მანძილზე ერთხელ მაინც მოხვდებიან ჩვენთან სტუდიაში სტუმრად, უკვე განთავისუფლებულები და უკვე, რა თქმა უნდა, სხვა ცხოვრება დაწყებულები. გიორგი, დავიწყოთ პირდაპირ მოკლე ესეთი განმარტებებით, როგორ მიაღწიეთ ყველაფერი იმას, რაც მოხდა, როგორ მოხდა ეს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებსაც, ვიცი რომ ხა ციხებიდანაც გვიყირებენ სულ ყველა თითქმის, ვინც კი გვიცნობს და გაუგონიათ. ამას რომ მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, ჩემი ადვოკატის და მეგობრის გელა ნიკოლაიშვილის დამსახურებაც არის. მადლობა პირველ რიგში უფალს, მის გარეშე არაფერი არ ხდება და აი ზუსტად რეალურ სივრცეს პირველ საზოგადოებრივ არხს მინდა მადლობა მოგიხადოთ. ის სიუჟეტი რაც გავიდა 6 თვის წინანდელი, იმ მომენტში ის საკასაციო საჩივარი დაწერილიც კი არ მქონდა, როდესაც მე ჩართვა გავაკეთე და ჩვენ დავობდით ეგრეთ პირობით ვადაზე განთავისუფლების საკითხზე თუ გახსოვთ მაშინ. კი, როგორ არა გვახსოვს. საქმის გადახედვაზე არც კი მიდიოდა იმ წუთას საუბარი, თუმცა ვამზადებდით და იყო რაღაცა იდეები, მაგრამ არ იყო განხორციელებული ამისი არავითარი მოლოდინი, არ იყო ამისი არავითარი კონკრეტული შედეგის არსებობის საერთოდ წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. მით უმეტეს რომ სამწუხაროდ რომ საქართველოს სასამართლო სისტემა კარგად ვიცით ახლა რომ არ არის ჯერ იმდენად კარგად ჩამოყალიბებული, დაღვინებული შეიძლება რომ ვთქვათ რომ ადამიანი იყოს გარანტირებული რომ მიმართავს გაჩივრით
და ეს საჩივარი იქნება დაკმაყოფილებული მაშინვე. მით უმეტეს უვადო პატიმარი, უვადო სასჯელთან დაკავშირებით და ჩვენ გადაცემების გვაქვს ამ თემაზე გაკეთებული და ვიცით ეს სასჯელი აქვს არაკანონიერი, რომელიც მან უკვე თითქმის 20 წელია მოიხადა, ხო, ორივე ქვეყანაში და უცბად გიღია რომ კი ბატონო, შენს მიმართ დანიშნული სასჯელი იყო არაკანონიერი და სასჯელი შეიძლება კი გეკუთვნოდა, მაგრამ არაუვადო და საბოლოო ჯამში 11 წელი და 3 თვე მეკუთვნოდა თურმე და მოვიხადეთ 19 წელი და 4 თვე. არა, თან ათulis წერტილი ამაზე ჩვენ საკმაოდ გიორგი დაგიბრუნდებით ბატონ გელას აუცილებლად მინდა ვკითხო ახლა აი ეს შემთხვევა გიორგისთან დაკავშირებული. მაინტერესებს აი როგორ თქვენ მაინც რას თქვათ აბრალებთ აი ამ შემთხვევას გიორგის გამარჯვებას. რამდენად აქვს შანსი სხვა უვადო პატიმარს თქვათ მიაღწიოს იგივე თავისუფლებას ამ გზით თუნდაც რაც გიორგი და რა დაეხმარა გიორგის ამაში. მოგესალმებით პირველ რიგში გიორგის დაეხმარა თავისი დიდი შინაგანი ძალა, რწმენა, ცოდნა, მომავლის იმედი, რომ ხელები არ ჩამოუშვა და ბოლომდე იბრძოდა, ჯერ 14 ნახევარი წელი აზერბაიჯანში გატარებული, შემდეგი მის მიმართულებით ბრძოლა, რომ გადმოსულიყო საქართველოში და საქართველოში ეძებნა თავისი სამართალი, იმიტომ რომ აზერბაიჯანში ფაქტიურად მას შეუფარდეს სრულიად უკანონო უვადო თავისუფლების აღკვეთა, იმიტომ რომ ის დანაშაული, რასაც მას ედავებოდნენ, ჩადენილი იყო იანვარში, აზერბაიჯანში 1 თებერვალს შევიდა ძალაში, თუ 10 თებერვალს ფოდოში, 10 თებერვალს, 1 თებერვალს საქართველოს შევიდა. და ანუ იმ დროს, როდესაც ეს დანაშაული იყო ჩადენილი, არ არსებობდა უვადო თავისუფლების აღკვეთა და ელემენტარულად მეორე კურსელმა და პირველ კურსელმა იურისტმა იცის, რომ კანონს უკუქცევით ძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის აუმჯობესებს ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის მდგომარეობას, მაგრამ აზერბაიჯანში მოხდა ესეთი კურიოზი, ჯერ მას შეუფარდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და როდესაც მიიღეს უვადო თავისუფლების აღკვეთა, როგორც კანონში შევიდა ცვლილება, მერე უვადოდ გადაუტანეს. აი აქედან მოყოლებული გიორგიშვილი ჯერ აზერბაიჯანში იბრძოდა, იქ შიმშილობების გამოცხადება, მიმართვების საერთაშორისო ორგანიზაციებში. მერე აქ მე დამიკავშირდა ერთ-ერთი მისი იქაური უფლებადამცველი ელდარ ზეინალოვი, რომელმაც მითხრა, რომ ესეთი პიროვნება არსებობდა, ეს 2010 წელი იყო და იბრძვის საქართველოში გადმოყვანისთვის და იქნებ რაღაცნაირად აქედან დაეხმარა. აქედან ნუ მე რაც შემეძლო ის და გარკვეული პერიოდის შემდეგ 2011 წელს მოხდა მისი გადმოყვანა. ბუნებრივია, აქაც ჩვენ თავიდანვე დავიწყეთ, რომ სრულიად არასწორად ქონდა შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმ სასამართლო სისტემამ ნებისმიერმა ინსტანციამ სადაც არ გავიარეთ, ყველგან თქვა, რომ არა, ჩვენ ვერ ვეხებით იმას, არ არის ეს სწორია და აი საბოლოო ჯამში რამაც გამოიწვია ეს ყველაფერი სამართლიანობის აღდგენა, რასაც გიორგის მიმართ მოხდა ის, რომ დღეს უზენაესმა სასამართლომ უпростоოდ 6 ივნისს მიიღო სრულიად სამართლიანი კანონიერი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. კერძოდ რა თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ ნებისმიერ საკითხში მან განმარტა ეს, რომ ნებისმიერ საკითხში, სადაც ბრალდებულის თუ მსჯავრდებულის უფლება ესე იგი უარესდება, ძიმდება, ხო? არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება მას დაუნძინოს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ უკუქცევითი ძალა ამ ახალი კანონის თუ მისი მდგომარეობა უმჯობესდება. სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად იგივე თქვა, რომ არაო, კიო, ესო იმან თქვა, მაგრამ ეს განმარტება იყო და არა ანტიკონსტიტუციო, არაკონსტიტუციურად ცნობაო და აი უზენაესი სასამართლო, სისხლის სამართლის პალატამ ნინო გვენეტაძის უნდა ითქვა სილაგაძის და შავლიაშვილის შემადგენლობით, აი მათ დაუსვეს წერტილი იმას, რომ დიახ, ეს არის კანონიერი, რომ მისი მდგომარეობა თუ უარესდება, რა თქმა უნდა, ახალი კანონი არ უნდა იქნას გამოყენებული. აპელირება მოხდა 2009 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას და ეს რა თქმა უნდა სწორია. აი თქვენ რო ამბობთ, რომ კითხულობთ, რომ რატო რამ გამოიწვია, მე ვიტყოდი, რომ საბოლოო ჯამში წერტილი ამას ყველაფერს წერტილი დაუსვა. სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში დღეს მიმდინარე ძალიან სასიკეთო ცვლილებები. ეს შეიძლება გახდეს პრეცედენტი, თქვა სხვა საქმეების გადახედვისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება არა ყველა, რა თქმა უნდა, ყველას გია გელაძისნაირი მდგომარეობა არა აქვს, მაგრამ არის ის კატეგორია ადამიანების, რომლებისთვისაც შეიძლება ეს იქნას გამოყენებული პრეცედენტად. სტუდიაში შემოსვლამდე ჩვენ უკვე ერთ პიროვნებაზე საუბრობთ. ანუ საქმის გადახედვას გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა მხოლოდ არაპირდაპირ სასჯელის გადახედვას, რომ აი მაგალითად ერთ-ერთი პიროვნება შეგვიძლია დავასახელოთ კიდევაც
როგორც ზურაბ ნონიაშვილი, რომელსაც უადო თავისუფლება ეს ვივიორსკას მკვლელობაზე თუ არ ვწდები? არა, ის ზურაბ ბრეგვაძეა. ბრეგვაძე უკაცრავად ხო? აი მის მიმართაც დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა და არიან კიდევ სხვები ადამიანები, რომლებიც ახლა უბრალოდ ყველა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მაყურებელსაც არაფერს არ მიცემს, მაგრამ რეალურად ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, მაგრამ მთავარი პრეცედენტი არის ის, რომ აი ეს რაღაცა ტაბურო დადებული იყო, რომ აი გლები არიან ეს უადოები შეჭამ, აგერ კაცი, აგერ ცოცხალი ადამიანი, რომელიც 20 წელი, თითქმის 19 წელი და 4 თვე ციხეში ის და ჯერ როგორ დაკონსერვებულია, შენახულია პატარა ბიჭს გავს, ხო? 24 წლის იყო, რომ დაიჭირეს და მიუმატეთ. ეხლა რამდენი იმასაკისას თუ გავს, ეხლა 54 წლისას. ხო და მეორე თავისი ინტელექტუალური იმით, აი თვითონ იმ სიუჟეტშიც ამბობდა, რომ ეს იმხელა სკოლაა და იმხელა გაკვეთილები მიიღო, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ეს პირიქით მაგალითად გამოდგება სხვებისთვის, როგორ არ უნდა ჩაიდინო არანაირი გადაცდომა და დანაშაული. გიორგი, დაუბრუნდეთ თქვენს ბრძოლას და თქვენ გზას, რომელიც გაიარეთ. ეს შეიძლება სამაგალითოც იყოს თქვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც იგივე იდენტური თქვა გზის გავლა ან მოუწევს, ან ყოველ შემთხვევაში სურვილი აქვს, რომ გაიაროს იგივე გზა. რა იყო ყველაზე რთული ამ გზაში და რა იყო თქვენი განწყობა როგორი იყო? თავიდანვე დარწმუნებული იყავით, რომ თქვა ეს მიზანს მიაღწევდით? დიახ, ეხლა ვიკეთვით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ განათლებით მე თვითონ იურისტი ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამასთან ერთად გელამ აღნიშნა რწმენა, არ დამიკარგავს არასოდეს რწმენა, რომ მიუხედავად რომ სასჯელი არის უადო და მომექცენ ძალიან უსამართლოდ აზერბაიჯანში, როდესაც ორჯერ გამასამართლეს პრინციპში ერთი და იგივე დანაშაულისათვის და ორი სხვადასხვა სასჯელის განაჩენი მაქვს. 15 წლიანიც მაქვს და იგივე დანაშაულზე მაქვს კიდე უადო სასჯელის. ეს ნონსენსია საერთოდ მსოფლიო სამართალწარმოებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ექსტრადიცია რომ მოხდა აზერბაიჯანში ამდენი ვიბრძოლეთ, ხო? უყურებდით მე და გელახ ერთად ვიყავით პროცესებზე და ხვდებოდით ერთ რაღაცას, რომ მართლები ვართ, მაგრამ ჩვენ სიმართლეს არავინ არ აღიარებს. ყველას ესმის, მაგრამ არ გეკუთვნის. ყველას ესმის, აი როგორც ის ამინისტის ხარვეზე, ხო, ის 1/4-ით შეგიმცდეთ, დაგჯერთ იგივე, ხო? ყველას ესმის, რომ ჩვენ მართლები ვართ, იმაში ასაც ვლაპარაკობთ, მაგრამ რა ვქნათ, ზალაშია შესული იძახიან განაჩენი და როგორ გადავხედოთ? აი ზუსტად რა შედეგი დადგა, ხო, სამართალმა პური ჭამა ამ შემთხვევაში ქართველები რო იტყვიან. ეს შემთხვევა არის და პრეცედენტთან დაკავშირებით რაც არის, ხო, მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა, რომ ყველაზე საინტერესო პრეცედენტი აქ გელამაი თქვა და ბოლომდე მინდა აზრი მივიტანო, ხო? ყველაზე კაი პრეცედენტი მოხდა აქ ჯერ ერთი, რომ მე ესეთი შინაარსის დასაბუთებული განაჩენი ევროპული პრეცედენტულ სასამართლოების გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოზე, იქ ევროპის სასამართლოში რომელიღაცა ქვეყნის რომელიღაცა მოიგო ისა, ხო, არ შემხვედრია საქართველოს სამართალწარმოებაში. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სანამ ეს ჩამბარდებოდა და ამას მოვიგებდი, ორი პროცესი მოვიგე ეგრეთ წოდებულ უდოს თემაზე, თქვენ აშუქებდით ამას. კი, ზუსტად გავაშუქეთ. ისეთი დასაბუთებული გადაწყვეტილებები მომივიდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომ სისხლის სამართლის იმაში არ შეგხვდება ესეთი დასაბუთებული გადაწყვეტილებები და ვისაც ვანახი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, აი სასამართლოსთან ვისაც აქვს კონფლიქტი რაღაცა რეპლიკები, ყველა იძახდა, რომ მალადეც ამ მოსამართლეებს რა. ესე იგი, გამოაშკარავდა ერთი რაღაცა, ამ ხალხს ცოდნა ჰქონდათ, შეეძლოთ ამ ცოდნის გამოყენება, უბრალოდ რატომღაც იყვნენ შეზღუდულები ალბათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე 6 თვეში უცბად დაუშვათ ვიღაცას თუ ქონდა ეჭვი იმისი რომ მოსამართლემ არ იცოდა და რაღაცა ვერ გააკეთა, სწორად არ არსებობს უბრალოდ რა. ძალიან მაღალი ხა იურისტები ვარ და უბრალოდ დეტალებში გვიყვარს ხოლმე ეს რა დაფიქსირება რომ ძალიან მაღალი დონის დასაბუთებულება. ეს ერთი და კაი პრეცედენტი რა არის, იცით, რომ აი მთელ საქართველოს ეგონა და მსოფლიოში ესეთი სტანდარტია მიღებული, აი რა კი უადოა, სტიგმა. ის არის მკვლელი, მანიაკი, ნარკოდილერი ან რაღაცა მძიმე დამნაშავე და იმას ეკუთვნის. Даже ამინისტიის კანონს უცხებულობდნენ 2012 წლის, ხო? მაშინ მახსოვს პარლამენტში დებატები რომ მიდოდა უსმენდი და იცახდნენ, აი უვადოებს ამინისტია მოდი არ შევახოთ, იმიტომ რომ იქ დასაბუთებულის მაღალი ლეგიტიმაცია იყო ჩემ საქმეში, მაღალი ლეგიტიმაცია დასაბუთებულების ბატონებო, ეხლა გეკითხებით მიაკიდან საჯაროდ, აი მაღალი ტრიბუნიდან რასაც ვიძახდი, ხომ არ იყო? ხომ დამტკიცდა რომ ერთი უვადო თურმე უკანონოდ იხდიდა ამდენი წელიწადი სასჯელს, ერთი მაინც ხო დამტკიცდა, მანამდე გვიჩიანისა და ნიკაჩემიას შემთხვევაშიც ხომ დამტკიცდა. ესე იგი, არ არის ესე, ხომ არ შეიძლება ერთი ხელის მოსმით თქვათ, რომ აი იქ სულ იყო დარღვევები დაშვებული დანარჩენ დაბალ დონის სასჯელებზე და უვადო სასჯელზე მაინდა-მაინც მაღალი ლეგიტიმაცია იყო. მე როგორც იურისტი პასუხისგებლობით ვაცხადებ გიალებს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეებში და ჩართულია და ძალიან ბევრი უვადოს პირადი საქმეები ვიცით და იქ ამით ვიყავი დაკავებული მეტი არაფრით. კითხვა რელიგიური ლიტერატურის და კითხვა სამართლებრივი საკითხების.
შევისწავლე 73 უადო პატიმრიდან შემიძლია თქვა რომ 60 საქმე მაინც მაქვს შესწავლილი, სულ მცირე. სისხლის სამართლის საქმე მთლიანობაში. ნებისმიერ სამართლიანი სასამართლოს წინაშე გაგვიყვანეთ, კარგი ადვოკატები დავდგებით ამ საქმეებზე, თუ ვერ მოვახერხებთ შეიძლება 1-3 კაცი გავამართლოთ კიდეც, მაგრამ დანარჩენებს უადოს მაინც დავშლით და სასჯელი დაინიშნება, ან განაჩენი ეჭვის ქვეშ დადგება. თუმცა აი ზუსტად ამნისტიის შესახებ კანონის ხარვეზე პრეცედენტი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი თავის დაუცხადია. აუცილებლად მინდა კითხოთ აი სწორედ იმ ხარვეზის შესახებ, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელსაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვათ ამ ტიპის ძალიან კარგ დასაბუთებულ განჩინებას თქვათ თუ აი ამ ხარვეს არ გაასწორებს საკანონმდებლო ორგანო. თქვენ როგორ ფიქრობთ რა უნდა შეუწყოს ამას ხელი და როგორ უნდა მოხდეს ამ ხარვეზის გამოსწორება? ის გადაწყვეტილება, ის განაჩენი, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო გიორგი გელაძესთან მიმართებაში, ამ საკითხთან კავშირში არ არის. ამნისტიის 1/4-ის შეფარდება უვადოებისთვის. ეს არის სულ სხვა საკითხი. ოღონდ რა თქმა უნდა, ის საკითხიც გამოსასწორებელია და გასასწორებელია და მე ადრეც ვამბობდი და ეხლაც ვიტყვი რომ ელემენტარულად ათვლის წერტილი რაღაცის რაც საფუძველზე უმაღლესი სასჯელი იქნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის თუ იმ მუხლისათვის გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელი რომლისთვისაც მიჯილი აქვს, ოღონდ რაღაცა კონკრეტული ათვლის წერტილი ვადა უნდა დაითქვას და ცვლილება უნდა შევიდეს უბრალოდ კანონში, ამ ამნისტიის შესახებ კანონში დამატება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადრეც მითქვამს, რომ ვადიანი თავისუფლება ეს კანონი ამნისტიის შესახებ არის ჩვეულებრივი კანონი. კანონებში ჩვეულებრივად შედის ცვლილებები კოდექსებში, კანონებში და ეს ჩვეულებრივი კანონია და იქ შეიძლება არა უნდა მოხდეს ერთი მუხლის დამატება, სადაც იქნება გაშიფრული, რომ უვადო თავისუფლება აღკვეთილებისთვის 1/4-ის მოკლება განხორციელდეს ამა და ამ წლიდან. მორჩა ეს არის და იქიდან 30 წლიდან იქნება 25 წლიდან თუ 20 წლიდან იქიდან მე 1/4-ის მოკლება უკვე ყველას ეხლა ეს ამბობენ რომ ფაქტიურად ესო სასამართლოს განაჩენის შეცვლა ოპონენტები ამბობენ იმიტომ რომ იმათ უვადო შეუფარდესო და აქ ვადიანს უწესებდო. ესე არ არის და რატომ? როდესაც პრეზიდენტი რომელსაც ასევე აქვს დისკრეციული უფლება რომ ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს, პრეზიდენტი უვადოს როდესაც იწყალებს მაგალითად უდგენს გათავისუფლების კი არ უცვლის რომ უვადო შენ დაგრჩა, მაგრამ გათავისუფლების ვადას გიდგენ მე შენ 2022 წელს, 2025 ან 2020 წელს რაღაცა ვადას უდგენს, ფორმალურად მას რჩება უვადო, მაგრამ პრეზიდენტმა თავის დისკრეციული უფლება გამოიყენა და დაუდგინა გათავისუფლების ვადა. ასევე პარლამენტიც საკანონმდებლო ორგანოა და თავისუფლად შეუძლია იგივე დაადგინოს უვადო რჩება მათ, მაგრამ გიდგენ გათავისუფლების ვადას ამათ ამ თარიღიდან გიკლებ 1/4-ს და დანარჩენი მე უკვე შენი მოქცევის მიხედვით, დახასიათების მიხედვით, რამდენად რესოციალიზაცია იქ თავისი კომისიები რაღაც, ეს უკვე მე იქ იმაზე ადრე გამოხვალ თუ სრულად მოგიწევს თქვა იმ 20 თუ 22 თუ 25 წლის მოხდა. აი ეს არის. აუცილებლად უნდა კითხოთ 6 ივნის შიმშილობა დაიწყეს პატიმრებმა რამდენად ვიცი? 6 ივნის არ დაიწყეს. 6 ივნის იყო ჩართვა ჩვენთან გადაცემაში ხო? და 6 ივნის გაათავისუფლეს. 6 ივნის გაათავისუფლეს გიორგი, რა მდგომარეობა ეხლა ამ წუთას თუ იცით? შიმშილობენ ვიცით. შიმშილობს 22 პატიმარი ნომერ მერვე დაწესებულებაში და 6 პატიმარი ნომერ მე-6 დაწესებულებაში. შიმშილი მათი გრძელდება ისევ ამინისტიის კანონის 1/4-ის ხარვეზის აღმოფხვრების საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი მოთხოვნა ეს გააჩნიათ ბიჭებს და გელა მოკვეთ თითქმის ყველაფერი თქვა ამინისტიის ჰუმანურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა პარლამენტს აქვს სრული უფლება განსაზღვროს სასჯელი, ისევე როგორც პრეზიდენტს, რატომ ეს არის ჰუმანური აქტი, განუსაზღვრელ სასჯელს უდგენ კონკრეტულ ვადას. უკვე შეღავათია, რბილია. აქ არის მეორე საკითხი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი. აი აქ მაქვს წიგნი წამოღებული საერთაშორისო ციხის რეფორმის გამოკვლევები უვადო სასჯელთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ერთ-ერთი ინგლისში პატიმარია, რომელსაც სამუდამო სასჯელი აქვს და სამუდამო სასჯელი რომ მიუსაჯეს, ამის მერე ეს კაცი ძალიან ცუდ საქციელებს ჩადის ციხეში. თვითონ. კერძოდ მკვლელობებს ჩადის იქ რაღაცა დასაკარგი არაფერია. და რას იძახის, რა ძალიან საინტერესო ფრაზაა. როდესაც ჟურნალისტები მივიდნენ, რომ აი რატომო რა აქ თანხებს იღებო და ხალხს ხოცაო, ჩხუბობო იმასო და რატო არ ფიქრობო რა სხვა პატიმრებისავითო, რომ რაღაცა კანონმორჩილი იყო და იცით რომ მეო რომ მოსამართლემო მომისაჯაო სამუდამო სასჯელიო, მანო მეო მომცაო ლიცენზიაო, რაც გინა ჩაიდინე, შენ კანონზე მაღლად გახარო, მე ვეღარ დამსჯიანო.
წარმოგიდგენიათ? კი, რა თქმა უნდა, ადამიანი არ უნდა მივიდეს ამამდე და მაინც იმედი უნდა გქონდეს და აგერ გამართდა ჩემ შემთხვევაში, რომ 6 თვის თქვინათ ნათქვამი, რომ აი იმედი მოგვეცით, ნათელი შუქი მოგვეცით გვირაბის ბოლოს, თქვა და ნათელი შუქი კი არა, პირველ საზოგადოებრივ აღზევს ვზივარ, გუშინდელი უადო პატიმარი. ამაზე დიდი ნონსენსი არ არსებობს. მადლობა საქართველოს საზოგადოებას, მადლობა საზოგადოებრივ არხს, რომ აი სტიგმას ვანგრევთ. იმისას მივდივარ ზუსტად იმ ევროპულზე, რომ ყოფილი პატიმარი ეს არ არის მაინდამაინც რეციდივისტი. არ უნდა უკრათ ხელი, პირიქით მივიღოთ ადამიანობა ვაგრძნობინოთ, ხო? მე ახლა ამის მერე როგორ გავბედავ იმაზე ფიქრს, რომ ამ საზოგადოებამ მე გამრიყა და არ მიმიღებენ. ხო? გამორიცხულია. ასე უნდა იფიქროს ნებისმიერმაც და ამიტომ პატიმრებს უნდა მივცეთ იმედი, მით უმეტეს უვადო პატიმრებს. თუ ჩვენ ვიძახით სასჯელის მიზანი, გახსოვთ გადაცემაში რა დავცვით მაშინ კითხვა, რა არის სასჯელის მიზანი? ჩვენ თუ გავაქვთ სიკვდილით დასჯა, ჩვენ თუ მივედით იქამდე და ვიძახით, რომ ევროპული სტანდარტი არის და უნდა მოხდეს პატიმრის რესოციალიზაცია რეალობითა და საზოგადოებაში დაბრუნება და არა მისი განადგურება, ხო? მაშინ უნდა მივმართოთ იმ მეთოდებს, რაც არის ევროპაში ექსპლორირებული, კერძოდ პრიანიკის და კნუტის ესეთი წოდებული პრინციპი, ამღდელობითი პრინციპი. იქცევი კარგად ღებულობ, არიღებ ისჯები. წამახალისებელი ფაქტორი. ეხლა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უყურებს, რომ გიორგი გელაძე უადო სასჯელიდან გამოვიდა და სამართალს მიაღწია, ფიქრობს, ხო, ვიღაცა, ვისაც ცოტა მაინც აზროვნების უნარი აქვს, რომ თუ იმის შემთხვევაში მოხდა, ჩემ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს, ხო? თუმცა მაინც უნდა ვთქვა გიორგი, რომ თქვენი იურიდიული განათლება ძალიან დაგეხმარათ. კი ბატონო. მე ვიცი რომ თქვენ ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეთ და როგორ აპირებთ ამ ადამიანების დახმარებას მომავალში, რა გზებია ამისთვის? აი დღეს ზუსტად მე და გელა საუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით, დაკავებულები ვიყავით ცოტა სხვადასხვა საკითხებით, შაბათს შევიკრიბებით მე და გელა ერთად. გავივლით რაღაც საკითხებს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამინისტიის კანონის ხარვესთან დაკავშირებით. მე გამოსვლის დღესვე შევხვდი ბატონ გედი ფოფხაძეს, შევხვდი დიმა ლორთქიფანიძეს. ვიყავი პარლამენტში იურიდიული კომიტეტის ხდომაზე დავესწარი პირადად, ბევრთან შეხვედრებით ციხეშიც გქონდა მანამდე ესე შემდეგ და შევთანხმდით იმაზე, რომ მე პირადად ჩემი ცხოვრების წესით და საქციელით მოგცემთ სტიგმის დანგრევის შესაძლებლობას, აი ტელევიზია მეხმარებით ამაში მადლობა. ამასთან ერთად მოგცემთ ჩემი ცოდნა იქიდან მოპოვებული რაც არის, რომ აი რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ შეიძლება გაკეთდეს ამ მექანიზმი, იურიდიულად დავხვეწავთ ამ მექანიზმს და თუ კი თანხმობა იქნება, რა თქმა უნდა, პარლამენტის მხრიდან და იქ არ არიან ისეთი ადამიანები, მე ვისთანაც ყოველ შემთხვევაში შევხვდი და კომუნიკაცია მქონდა, რომ არავის არ უთქვას, რომ აუ არით, არა არ გვინდა რა უადოებზე ფიქრი. არა, იძახია, უნდა ვიფიქროთ, უბრალოდ გამოსავალი როგორ ვიპოვოთ. ხო და აი არის კონკრეტული შესაძლებლობები ამინისტიის კანონში ხარვეზის შეტანა, არის პრეზიდენტის მექანიზმის შეწყალების კომისიის უფრო ფართო ამუშავება, ხა ფაქტია, რომ პრეზიდენტმა მე არ შემიწყალა ვარი მითხრა 6 თვის წინათ. მაგრამ ეს სასამართლოთი აღარ გავთავისუფლდით. ესეც უნდა ვთქვათ აუცილებლად, ალბათ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, თვითონ ადამიანები, რომელსაც უნდათ დაძლიონ ეს პრობლემები, თვითონვე თავისივე მზად ყოფნა და ვთქვათ თავისივე მობილიზაცია. ალბათ ესეც აუცილებლად. მე ახლა მოგცემთ ზუსტად 1 წუთს იმისთვის, რომ მიმართოთ ადამიანებს, რომლებიც ახლა გიყურებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ალბათ ფიქრობენ იმასაც, რომ ერთვენია დღეს ეს არაჩვეულებრივი რამ შეიძლება მათ ცხოვრებაშიც მოხდეს. გიორგი, აი რას ურჩევდით ამ ადამიანებს, როგორ უნდა გააგრძელონ ბრძოლა და აი როგორ უნდა მოიპოვონ ეს თავისუფლება? 2011 წლიდან როგორც კი ჩამოვედით, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ახლა მე ვიცი მიყურებენ, 73 უადოღა დაგვრჩა საქართველოში და დაჟე შეწყალებულები ზოგიერთი, რომლებიც ისინი ჩვენს იმედზე არიან, ზურან ონიაშვილი, ბრეგვაძე და სხვები. მათ იცოდ ყოველი დღიდან მიკავშირდებიან დღესაც ხედავდნენ როგორ პუნქტით მივდიოდით ნენელა აი ამ დღემდე და ამაზე უკეთეს დღემდე. მათ იციან, დარწმუნებულები არიან და აქედან ჩემო მეგობრებო, ჩემო თანამებრძოლებო, კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, საჯაროდ არაერთხელ უკვე გითხარით პირად საუბრებში ტელეფონით, რომ უბრალოდ უფრო ფართო მომეცა შესაძლებლობა აღმოგიჩინოთ დახმარება, რა დახმარებასაც გიჩენდით მანდ უყველას, როდესაც გიწერდით განცხადებებს, აჩივრებს, კოლექტიურს წერდით, ერთად ვიბრძოდით. ეხლა გასახანი მეტია, აგერ მასმედია, პირველი საზოგადოებრივი არხი, პირადი შეხვედრები და არაწერილობითი საუბრები უკვე დეპუტატებთან და სხვა ჩინოსნებთან, რომელსაც შეუძლია თქვენი ბედის გადაწყვეტა, მე ისევ პატიმარი ვარ, სანამ თქვენ ხართ მანდ. ბატონო, თქვენ რეალურად გეჩვენებათ ყველაფერი, რაც ახლა გიორგი მილაპარაკა, ანუ ეს შეიძლება რომ მართლაც მიეცეს ამას ისეთი ფართო მასშტაბი. კი, რა თქმა უნდა, სავსებით, იმიტომ რომ აქ არის განთავისუფლების თუ კონკრეტული
სასჯელის ვადიანი თავისუფლების დადგენის თარიღის სხვადასხვა გზები და მეთოდები და აქედან გამომდინარე ახლა გიორგიც რა თქმა უნდა არ დააკლებს თავის ძალისხმევას უბრალოდ ერთი არის რომ მე არ მიმაჩნია რომ მაგალითად შიმშილობის გზა არის სწორი იმიტომ რომ ელემენტარულად ეს ადამიანები ახლა ჯანმრთელობას იზიანებენ კი გასაგებია ახლა მიზანით სასოწარკვეთაც ყველაფერი მაგრამ უფრო იმედით უნდა იყვნენ და ბრძოლის უნარიანები უნდა იყვნენ და მე მგონია რომ ამ ეტაპზე მაინც უკვე ამდენი ხანი შიმშილობა ესე მდგომარეობაში ყოფნა უფრო მეტად აი თუნდაც აი ეს გიორგის მაგალითი სტიმული უნდა იყოს იმის რომ სხვა მეთოდებით გააგრძელონ ბრძოლა და არა შიმშილობით უბრალოდ მე აი ეს მგონია ძალიან დიდი მადლობა ჩვენი საეთეროდ რომ ამ ეტაპზე ამოიწურა თუმცა პირდებით რომ აუცილებლად ხშირად შევიკრიბებით და ხშირად ვისაუბრებთ იმ თემებზე რომლებიც არსებობს და იმედი მაქვს რომ ნებისმიერი ის ცვლილებები რაც კანონში საჭიროებს აუცილებლად განხორციელდება ყოველ შემთხვევაში ამისთვის ჯერჯერობით ყველანაირი თქვა წინამძღვრები არსებობს მე თქვენთან ერთად რა თქმა უნდა მივესალმებ იმ ადამიანებს რომლებიც ახლა უყურებენ ჩვენს ეთერს და რა თქმა უნდა ვისურვებ მალე თქვენს თავისუფლებას და მალე ჩვენს ეთერში თქვენს სტუმრობას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურებდით მე იმედიანი სიტყვით მინდა დააგემშვიდობოთ და მინდა გითხრათ რომ მაინც ყველაფერში ნებისმიერი ბრძოლის ფორმას მაინც გირჩევდით უფრო მედგარს და უფრო შეუპოვარს და არა შიმშილობა მეც მეთანხმები ბატონ გელას არ არის ფლად კარგი გამოსავალი ძალიან დიდი მადლობა გასაგები არის რა თქმა უნდა უნებრივია გასაგებია თუმცა მეტი ემოცია და მეტი სურვილი იმისა რომ რაც შეიძლება მალე იყოთ თავისუფლები და ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გიორგი, მე გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს და გისურვებ წარმატებებს. რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.